რა მოხდება თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ. ჩამოთვლა რომ არ დაგვჭირდეს სიტყვა ყველაფერში ვიგულისხმოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს. მოდით ამ ყველაფრის ახსნა დავყოთ ბიოლოგიურ და ფიზიკურ ნაწილებად. დავიწყოთ ბიოლოგიურით. ერთ-ერთი საინტერესო კითხვაა, რამდენი ხანი იცოცხლებს ადამიანი თუ ის იდეალურად იცხოვრებს. სწორად ცხოვრებით უჯრედების კვდომის პროცესი მაქსიმალურად შენელდება. ასეთი ადამიანი 50 წლის ასაკში შეიძლება ფლობდეს 30 წლის ან უფრო მცირე ასაკის ადამიანის ბიოლოგიურ მახასიათებლებს. ეს არ ნიშნავს უკვდავებას, მაგრამ ნიშნავს, რომ ადამიანი თავისი გენეტიკური პოტენციალის 100%-ს იყენებს. ასე ადამიანი დაახლოებით 100-120 წელს ჯანმრთელ მდგომარეობაში იცხოვრებს. 100-120 წელი მიიჩნევა ადამიანის ბიოლოგიურ ჭერად. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯა მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ეწეოდნენ იდეალურ ცხოვრებას. აქ უკვე საქმეში ერთვებიან გენები. ერთი არას ვაკეთებთ ჩვენ და მეორეა რა ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად. ჩვენი იდეალურად ზუსტი ქცევა დაგვეხმარება ბოლომდე გამოუწუროთ ჩვენი გენეტიკური შესაძლებლობები, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ გენეტიკურ საზღვრებს გავცდებით. სწორედ ამის გამო ზუსტად ერთნაირ პირობებში ორ ადამიანს შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული სიცოცხლის ხანგრძლივობა ჰქონდეს. ჩვენი დნმ-ის პროგრამა განსაზღვრავს რა ზღვრამდე შეუძლია ადამიანს არსებობა. ადამიანები, რომლებიც 100 წელს გადააბიჯებენ, მიუხედავად არაიდეალური ცხოვრების წესისა, ხშირად ფლობენ უნიკალურ გენეტიკურ ვარიაციებს. სწორედ ეს ვარიაციები იცავს მათ ისეთი საფრთხეებისგან, როგორებიცაა კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა მძიმე დაავადებები. თუ ადამიანი იდეალურად ცხოვრობს, მაგრამ არ აქვს ასეთი სუპერ გენები, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი ალბათობით 100-120 წელს მიუახლოვდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ერთდროულად აქვს როგორც ხელსაყრელი გენეტიკა, ისე იდეალური ცხოვრების წესი, მისი სიცოცხლე სავარაუდოდ 130-150 წლამდეც შეიძლება გაგრძელდეს. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა არ არის ერთადერთი, რაც სწორად ცხოვრებას შეუძლია მოგცეს. როდესაც ტვინი მუდმივად არ არის დაკავებული პრობლემების ჩაქრობით, მაგალითად არასწორი კვებით გამოწვეული ანთებითი პროცესების მართვით ან სტრესის ჰორმონების განეიტრალებით, მას სრულიად სხვა რამეზე შეუძლია გადაერთოს. ამ დროს ტვინი გადადის ჰიპერეფექტურობის რეჟიმში. შენ ბევრად უფრო მარტივად შედიხარ ეგრეთ წოდებული ნაკადის მდგომარეობაში. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, სადაც თითქოს ყველაფერი თავისით ხდება. დროის შეგრძნება ქრება, ყურადღება მაქსიმალურად კონცენტრირებულია და დაღლა თითქმის არ იგრძნობა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მუშაობენ ადამიანები, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო იდეებს ქმნიან. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მრავალი გენიოსი ქმნიდა საკუთარ უდიდეს შედევრებს. როცა ტვინი მუდმივად არ არის გადატვირთული გადარჩენის რეჟიმით, იწყება კიდევ ერთი საინტერესო რამ. შენი ქვეცნობიერი ინფორმაციას ამუშავებს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ცნობიერი გონება. ამის შედეგად ჩნდება ის, რასაც ხშირად სუპერინტუიციას უწოდებენ. შენ ხშირად იღებ სწორ გადაწყვეტილებებს, ისე რომ ვერ ხსნი რატომ. მაგრამ რეალურად ეს შემთხვევითი არ არის. შენი ნეირონული ქსელი იმდენად სუფთად და ეფექტურად მუშაობს, რომ კანონზომიერებებს იქ ამჩნევს, სადაც სხვებისთვის მხოლოდ ქაოსია. გარდა ამისა, სწორად ცხოვრებას თან ახლავს გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტიც. ემოციები გადამდებია, ამიტომ როდესაც ადამიანი სტაბილური და მშვიდი ბიოლოგიური მდგომარეობით ცხოვრობს, ეს სხვებზეც მოქმედებს. შენთან ყოფნისას ადამიანები უნებურად მშვიდდებიან და უფრო ადვილად გენდობიან. ამგვარად, შენი სწორი ბიოლოგია ნელ-ნელა სოციალურ იარაღადაც იქცევა. შენ შეიძლება გახდე ბუნებრივი ლიდერი ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე. უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანების ტვინი შენში კითხულობს უსაფრთხო და ძლიერი გენეტიკის სიგნალს. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის კარგი არ არის. ადამიანის ტვინი არ არის შექმნილი იდეალურობისთვის, ის შექმნილია გადარჩენისთვის. ამიტომ ჩვენი ინსტინქტები ხშირად გვიბიძგებენ ენერგიის დაზოგვისკენ, რაც შეიძლება გამოვლინდეს სიზარმაცის ან მაღალკალორიული საკვებისკენ მიდრეკილების სახით. ბიოლოგიაში არსებობს საინტერესო პრინციპი, რომელსაც ჰორმესისი ეწოდება. მისი არსი ასეთია: სტრესის მცირე დოზა ორგანიზმს აძლიერებს. მაგალითად, სიცივე, შიმშილი, დაღლა. თუ ეს ზომიერად ხდება, ორგანიზმი უფრო ძლიერად ადაპტირდება. სწორედ ამიტომ, თუ შენი გარემო და ცხოვრების წესი ზედმეტად იდეალური და საათივით გამართულია, სისტემა შეიძლება პარადოქსულად დასუსტდეს. ასეთი ორგანიზმი ცოტათი ემსგავსება სათბურის მცენარეს. სანამ ყველაფერი იდეალურადაა, ის კარგად გამოიყურება, მაგრამ მცირე გადახრაც კი, მაგალითად ერთი ღამის უძილობა ან არასწორი კვება შეიძლება სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს. მიზეზი მარტივია:
ასეთ სისტემას ნელ-ნელა ქაოსთან განკლავების უნარი უკვე ითდება და ხდება საკუთარივე შექმნილი იდეალური სამყაროს მძევალი. ახლა გადავიდეთ ფიზიკურ ნაწილზე. დავუშვათ შენ მიზნად დაისახე რაიმე კონკრეტული უნარის სრულყოფა. მაგალითად ფეხბურთში საჯარიმო დარტყმების იდეალურად შესრულება. იწყებს სისტემურ, იდეალურად დაგეგმილ ვარჯიშს და ყველაფერს აკეთებ, რომ ამ უნარში მაქსიმუმს მიაღწიო. მაგრამ აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. იდეალური ვარჯიშიც კი ყოველთვის არ არის საკმარისი იდეალური შედეგის მისაღებად. რატომ? იმიტომ რომ ადამიანის ბიოლოგიური მაქსიმუმი არ უდრის შედეგის აბსოლუტურ მაქსიმუმს. მარტივი მაგალითი წარმოვიდგინოთ. დავუშვათ ადამიანის სიმაღლეში ხტომის ბიოლოგიური მაქსიმუმი თეორიულად 10 მეტრია. მაშინაც კი თუ ვინმე ამ მაქსიმუმს მიაღწევს, ის მაინც ვერ შეძლებს ფრენას. ანუ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ყოვლის შემძლე ხდება. მაგრამ ფეხბურთის საჯარიმო დარტყმაში კიდევ ერთი სირთულეა. ეს არის ქაოტური სისტემა. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი თუ შენ თითქმის იდეალური ხარ, გარემო იდეალური არ არის. ბევრი პატარა ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს. ჰაერის სიმკვრივე, ტენიანობა, ქარის მიმართულება, ქარის წამიერი ცვლილება დარტყმის მომენტში, ბურთის ზედაპირზე არსებული უმცირესი უსწორმასწორობაც კი. ამ ყველაფერს შეუძლია შეცვალოს ბურთის აეროდინამიკა. ამას ემატება კიდევ ერთი რამ. ადამიანური ფაქტორი. მეკარის მოძრაობა და ცოცხალი კედლის რეაქცია ყოველთვის არაპროგნოზირებადია. ამიტომ შევდივართ ჩიხში. იმისთვის რომ შედეგი ყოველთვის იდეალური იყოს, შენ უნდა აკონტროლო არა მხოლოდ საკუთარი სხეული და მოქმედება, არამედ გარე სამყაროც. და ეს უკვე შეუძლებელია. რაც არ უნდა იდეალურად იმოქმედო, ერთი ფაქტი ყოველთვის უცვლელია. შენი გარემო მუდმივად მიისწრაფვის ქაოსისკენ. თუნდაც იდეალურმა მსროლელმა გაისროლოს ტყვია და ყველაფერი სრულყოფილად გათვალოს, მიზანი, კუთხე, ძალა, რეალურ სამყაროში ტყვია გადის ჰაერში, სადაც მოლეკულები მუდმივად და შემთხვევითად მოძრაობენ. ეს მიკროსკოპული შეჯახებები შეიძლება ტყვის ტრაექტორიას მიკრონებით მაინც ცვლიდეს. გამოდის, რომ აბსოლუტური სიზუსტე პრაქტიკაში მიუღწეველია. თუმცა აქ არის კარგი ამბავიც. მიუხედავად იმისა, რომ 100%-ს ვერ მიაღწევ, შეგიძლია მას ძალიან მიუახლოვდე, მაგალითად 99.999 და ასე შემდეგ პროცენტამდე. კარგი მაგალითია შემთხვევა, როცა რონალდინიო ვარჯიშზე ხარიხას ბურთს 5-ჯერ ზედიზედ არტყამს. ჩვენთვის როგორც მაყურებლებისთვის ეს თითქოს სრული 100%-იანი სიზუსტეა, მაგრამ ფიზიკის თვალით ეს მაინც დაახლოებით 99.9%-ია. რატომ? იმიტომ რომ მათემატიკაში არსებობს ორი განსხვავებული ცნება: ალბათობა და ხტომილება. ხტომილება არის ის, რაც რეალურად მოხდა. ალბათობა კი არის შანსი, რომ ეს მოვლენა მოხდეს. რონალდინიოს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 5 წარმატებულ ხტომილებას ზედიზედ. 5-დან 5. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი სიზუსტის კოეფიციენტი 1, ანუ 100% გახდა. არ არსებობს გარანტია, რომ მე-6, მე-100 ან მე-1000 დარტყმაც ზუსტად ისეთივე შედეგს გამოიღებს. შედეგში ყოველთვის რჩება მცირე წარუმატებლობის ალბათობა. ფიზიკის კანონების მიხედვით ყოველ დარტყმაზე შეიძლება არსებობდეს მაგალითად 0.1%-იანი შანსი, რომ ქარის შემთხვევითმა დაბერვამ, ჰაერის ტენიანობის ცვლილებამ ან ბურთის ნაკერმა ტრაექტორია ოდნავ შეცვალოს. ის რომ ბურთი 5-ჯერ ზედიზედ მოხვდა ხარიხას, უბრალოდ ნიშნავს, რომ ამ მოკლე მონაკვეთში სტატისტიკურმა ცდომილებამ თავი არ იჩინა, მაგრამ ადრე თუ გვიან ასეთი მცირე ალბათობაც კი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. პრობლემა ის არის, რომ გარემოს ფაქტორები არასოდეს არის სრულიად მუდმივი. ისინი შეიძლება შეიცვალონ ყოველ მილიწამში. მაგალითად, პირველი დარტყმისას ქარი შეიძლება იყოს 2 მეტრი წამში. მეორე დარტყმისას კი უკვე 2.1/1000. ეს ცვლილება ძალიან პატარა ჩანს, მაგრამ ფიზიკაში სწორედ ასეთი მიკროსკოპული განსხვავებები ქმნის საბოლოო შედეგის არაპროგნოზირებადობას. მაგარი არა. ამ ყველაფრის მოკლე დასკვნა ასეთია. თუ რაღაც 1000-ჯერ ზედიზედ გამოგივიდა, ეს არ ნიშნავს, რომ 1001 თავისთავად გარანტირებულია. შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივი კითხვა. ხომ არსებობს ადაპტაცია? ხომ შეიძლება ადამიანი ისე მოერგოს გარემოს ცვლილებებს, რომ საბოლოოდ მაინც იდეალურად იმოქმედოს? ნაწილობრივ დიახ, შესაძლებელია. ადამიანს შეუძლია გარემო ფაქტორების გათვალისწინება, ხარის მიმართულება, მანძილი, კუთხე, ძალა. გამოცდილებასთან ერთად ტვინი სწავლობს ამ სიგნალების ინტუიციურად დამუშავებას
და მოქმედებასაც შესაბამისად არეგულირებს. მაგრამ აქ ჩნდება ერთი ფუნდამენტური შეზღუდვა. თუ გვინდა 100%-იანი შედეგი, მაშინ ტვინმა უნდა იცოდეს ქარის სიჩქარე მოლეკულურ დონეზე დარტყმის წამიდან იმ მომენტამდე, როცა ბურთი სამიზნეს მიაღწევს. და ეს შეუძლებელია. ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის პროგნოზირება მოლეკულურ დონეზე. ამიტომ ჩვენი ადაპტაცია ყოველთვის არის მიახლოებითი და არა აბსოლუტური. ადამიანს შეუძლია მიაღწიოს საკუთარი მოქმედების 100%-იან სიზუსტეს, მაგალითად ბურთზე ფეხის იდეალურად დარტყმას, მაგრამ ვერასდროს მიაღწევს შედეგის 100%-იან გარანტიას, იმიტომ რომ შედეგი ყოველთვის არის ორი ძალის ერთობლივი პროდუქტი. ადამიანის მოქმედება და სამყაროს მოქმედება. იმ მომენტის შემდეგ, როცა ადამიანი ბურთს დაარტყმს, დანარჩენი უკვე სამყაროს ხელშია. კარგი, თქვათ 100%-ს ვერ მივაღწევთ. მაშინ ხომ შეიძლება 100-თან ახლოს მივიდეთ. დიახ. რეკორდები ხომ მუდმივად უმჯობესდება. ყოველი ახალი რეკორდი კიდევ უფრო გვაახლოვებს სრულყოფილ შედეგთან. მაგალითად, რეკორდი იყო 90%, შემდეგ გახდა 95, შემდეგ 97.5, შემდეგ 98.75. ჩვენ აშკარად უახლოვდებით 100%-ს. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო პარადოქსი. რაც უფრო ახლოს მიდიხარ 100%-თან, მით უფრო ძნელი ხდება შემდეგი გაუმჯობესება. 90%-დან 95%-ზე გადასვლა შედარებით მარტივია. მაგრამ 99%-დან 99.1%-ზე გადასვლა უკვე ბევრად მეტ ენერგიას, ცოდნას და ძალისხმევას მოითხოვს. ეს იდეა ძალიან ჰგავს ცნობილ ფილოსოფიურ პრობლემას, ზენონის პარადოქსს. მისი არსი ასეთია: ნებისმიერ ორ რიცხვს შორის ყოველთვის არსებობს უსასრულო რაოდენობის რიცხვები. ამიტომ 99.9-სა და 100-ს შორის არსებობს არა ერთი, არამედ უსასრულო რაოდენობის საფეხური. როცა გგონია, რომ ცოტაც და 100-ს მივაღწევთ, სინამდვილეში ეს ცოტა მთელი უსასრულობაა. ანუ გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ 100%-მდე მისასვლელად მუდმივად კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი დარჩება. აქედან გამომდინარე 100% საერთოდ არც არსებობს ფიზიკურ სამყაროში. იდეალური და 100% მხოლოდ აბსტრაქტული ცნებებია. სამყაროში არ არსებობს პროცესი, რომელიც 100%-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტით მუშაობს. ყოველთვის არსებობს ენერგიის დანაკარგი. და ვინაიდან 100% არ არსებობს, სრულყოფილება არის არა სტატიკური წერტილი, რომელსაც მიაღწევ და გაჩერდები, არამედ მიმართულება. შენ არ ხარ სრულყოფილი, შენ სრულყოფის უსასრულო პროცესში ხარ და ხდები უფრო სრულყოფილი ვიდრე გუშინ. ამიტომ შენი მიზანი არ არის და არ უნდა იყოს შედეგი. ეს არ არის მეტროს ბოლო სადგური, სადაც მატარებელი ჩერდება და იძულებული ხარ ჩამოხვიდე, რადგან მეტი სადგური აღარ დარჩა. სრულყოფის პროცესი თავად არის მიზანი. სწორედ ეს 100%-მდე მიღწევის უკმარისობაა სიცოცხლის ძრავა. 100% ნიშნავს გაჩერებას, გაჩერება კი სიკვდილს. ალბათ გაგიჩნდებოდა კითხვა: თუ 100% არ არსებობს, მაშინ როგორ ვიგებთ რამდენია 1%, ან 99%? თუ ჩვენ არ გვაქვს აბსოლუტური ათვლის წერტილი, მაშინ ნებისმიერი პროცენტული მაჩვენებელი პირობითია. მეცნიერება ამ დროს იყენებს ოპერაციულ განსაზღვრებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვირჩევთ სიმბოლურ ნიშნულს, რომელსაც მოცემულ მომენტში მივიჩნევთ უმაღლეს შესაძლო მნიშვნელობად. ანუ რასაც 100%-ს ვეძახით, სინამდვილეში არ არის აბსოლუტური იდეალი. ეს არის ამჟამად ცნობილი მაქსიმუმი. ფიზიკაში მაგალითად ასეთ ნიშნულად შეგვიძლია მივიჩნიოთ სინათლის სიჩქარე ან აბსოლუტური ნული. სპორტშიც იგივე პრინციპი მუშაობს. იქ 100%-ად ითვლება რეკორდი, მაგრამ როგორც კი რეკორდი უმჯობესდება, გუშინდელი 100% ხდება 99. ანუ ჩვენი საზომი სისტემა მუდმივად ფართოვდება. წარმოიდგინე, რომ ადიხარ კიბეზე, რომელსაც ბოლო არ აქვს. თუ შენი მიზანი ბოლოში ასვლა, შენ მარცხისთვის ხარ განწირული. მაგრამ თუ შენი მიზანი ყოველი მომდევნო საფეხურის დაძლევაა, შენ თითოეული საფეხურით ახალ სიმაღლეზე ადიხარ. არსებობს სამი რამ, რასაც იდეალური ქცევაც კი ვერ დაამარცხებს. პირველი, დრო. ბიოლოგიური დეგრადაცია ანუ დაბერება გარდაუვალია. შენ მხოლოდ მისი ტემპის მინიმუმამდე დაყვანა შეგიძლია. მეორე, შემთხვევითობა. ნასიმ ტალების თეორიით, სამყაროში ყოველთვის მოხდება ისეთი მოვლენა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია, რაც არ უნდა სწორად იცხოვრო. და მესამე, გენეტიკური მოცემულობა.
იდეალური ქცევა გაძლევს შენი გენეტიკური პოტენციალის 100%-ს, მაგრამ ის ვერ მოგცემს სხვის პოტენციალს. შენ შეიძლება გააუმჯობესო წყალქვეშ ცუნთქვის შეკავების დრო, მაგრამ იქ სამუდამოდ ვერ გაძლებ და თევზებს ვერ აჯობებ. თუ რა თქმა უნდა, სიცოცხლე არ მოგბეზრებია. ადამიანს ყველაფერი არ შეუძლია, მაგრამ მას შეუძლია იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე წარმოუდგენია. ჩვენი ტრაგედია და სილამაზე სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ვართ სასრული არსებები, რომლებიც უსასრულობისკენ მიილტვიან. ჩვენი სიცოცხლე არის სწორედ სასრული სხეულისა და უსასრულო იდეების ბრძოლა. შედეგი 100% ნიშნავს ჩიხს, ხოლო 99% ნიშნავს სიცოცხლეს და მუდმივ წინსვლას.